რეალურად არის წყარო და ეს ყველაფერი არის სკოლა, სადაც უნდა გაიხსენოს ვინ არის და ისწავლოს ღმერთობა, ერთობა, ძალიან კარგია ქართულში, კარგად გვაქვს გაერთიანება, არა აქ შიგ ეგრეგორულ სისტემაში, აქაც უნდა მოხდეს რასაკვირველია, ეს სკოლა თუ არ დაამთავრე სიყვარულის გამოცდები თუ არ ჩააბარე, აქედან გასასვლელს ვერ ნახავ. აქედან გასვლას ვერ მოახერხებ და პირველ წყაროში დაბრუნებას. ანუ რას ვსწავლობ ძირითადად, ვსწავლობ დესტრუქციული ენერგიების გარდაქმნას, ტრანსმუტირებას, გარდასახვას ვსწავლობთ ამ ეგრეგორულ სისტემებში, რაც ჩაგვაცვეს იმისგან ძარცვებით, განძარცვა ხდება, გამოფხიზლება ხდება და როცა შენ აი აქ შენს ცნობიერებაში ახდენ გამოსვლას და არა როლებში დარჩენას, იმიტომ რომ ადამიანი როლებიდან ვერ გამო. იმიტომ რომ აი ეს ხაზი მოიცავს უამრავ პროგრამებს. ახლა მე აქ შტრიხებს გავავლებ. რომ დააკავოს, აი აქ არის უამრავი ფენები, რომელიც აქ არის უამრავი ფენები პიროვნებასა და პირველ წყაროს შორის და ეს ფენები არის შენი პროგრამები, პატერნები და მიბმული ეგრეგორულ სისტემებს. და ეს არანაირად არ გაგიშვებს, შენ გაიხსენო ვინ ხარ, რატომ არ გაგიშვებს, იმიტომ რომ შენ რომ გაგიშვას, როგორც სული, შენ ახარ ღვთიური, როგორც მზე ნაწილდება სხივებად, აქაც მზე განაწილდა სხივებად და შენ გამოჭერილი ხართ როგორც მზის სხივი, როგორც წყარო ნათელი, შენ ხარ საკვები ამ ეგრეგორული სისტემებისთვის და შენით ისინი ძლიერდებიან, შენი კონკრეტული არჩევანი, შენი ყურადღება, ფოკუსი განაპირობებს მათ სიძლიერეს. რომელ ეგრეგორულ სისტემისკენ მიმართავ და ეს არის ძირითადად როგორც თქვი, დუალური სისტემაა, ეს დუალური სისტემა და დუალური ეგრეგორული სისტემა, მთლიანად დედამიწა სამი განზომილება, დუალურია. შენ გაბურთავებს, ქანქარასავით გაქანავებს აქეთ-იქით, სიძულვილიდან სიყვარულამდე, წყენიდან პატიებამდე, ან ვერ პატიებამდე და ასე ქანქარასავით დადიხარ ამ დუალობაში და შეიძლება მთელი ცხოვრება ისე გაიაროს, რომ შენ ვერ მიხვდე, რომ ეს არის ყველაფერი პროგრამები, დესტრუქციული პროგრამები, რომელიც ჩადებული იქნა ბავშვობაში და პლუს გამოყვა სულის მეხსიერებას გარდმოსახვისას, ჩვენზე ზემოქმედებს, გარდმოსახვისას ჩადებული პირველი ის მეხსიერება, რომლის გამოთაც მოხვდით, ანუ კონექტი მოხდა, დაკავშირება მოხდა. ჩვენ რომ არ ვრეზონირებდეთ დუალური სამყაროს ამ ეგრე 3D სისტემაში ჩვენ ვერ მოვხდებოდით აქ და რახან მოვხდით, ესე იგი ჩვენ ვართ სასკოლო ამ სკოლის მოწაფეები და ჩვენ უზრუნველყოთ უნდა აქედან გასვლა. ამიტომ დაბადებაც და გასვლაც ეს ყველაფერი არის სულის არჩევანი და ის ასრულებს თავის მისიას. მისია რა არის? დაუბრუნდეს პირველ წყაროს. დაუბრუნდეს, გაიხსენოს ის მზის სხივი კი არ არის, მზის სხივი არის აქ, რომელიც კვებავს ან სისტემებს, ან ტრიალდება საკუთარ თავში შიგნით. თქვენ შეგიძლია კვებოთ ეს სისტემები და გარეთ ეძებოთ, გარეთ გააძლიეროთ რაღაც ეგრეგორული სისტემები, ან გაქვთ თქვენ მეორე არჩევანი, შეტრიალდეთ შიგნით თქვენს თავში და ამ შემთხვევაში თქვენ უკვე ყველა რასაც გარეთ ეძებდით, ძირითადად სიმშვიდეს,
სიხარულს, ეძებდით აი ეს შინაგან ნეტარ მდგომარეობას, ამას აღმოაჩენთ შიგნით, საკუთარ თავში. ამიტომ ამბობენ, რომ ყველაზე დიდი მოგზაურობა იწყება საკუთარი თავიდან და ეს არის ყველაზე დიდი თავგადასავალი, რაც კი შეიძლება რა მოგზაურობაც კი შეიძლება გააკეთო ან მოახდინო, ან ზოგადად იმოგზაურო. ამიტომ ვამბობ, რომ სიკვდილი ილუზიაა, სიცოცხლეც ილუზიაა, სული დროებითი გადმოსული სხეულში, გამოცდილების მისაღებად გადის ამ ილუზორულ თამაშებს, იმიტომ რომ რეალურად გაიხსენოს ვინ არის და გახსენება რას ნიშნავს, ანუ დაბალ ვიბრაციულ სისტემაში ჩამოდის იმისთვის, რომ მიიღოს გამოცდილება, ისწავლოს მიმღებლობა, პატიება, სიყვარული, მადლიერება, იხაროს იმ არსებული ცხოვრების მოცემულობით და ასე გამდიდრებული გამოცდილებით, ანუ თავისი ტკივილი, რომელიც იყო გამოწვეული ხალატისგან, აქციოს საკუთარი თავის სიყვარულად. სიკვდილი ახლობლის აქციოს მადლიერებად, რომ ეს ადამიანი იყო მის ცხოვრებაში და მას ის არ მკვდება, იმიტომ რომ ამ სივრცეში, ამ ველში, რომელიც ვახსენე, აქ სიკვდილი არ არსებობს, აი ამ ველში გარეთ ეს ეგრეგორული სისტემები ძალიან ბევრია, როგორც მაკრო, ისე მიკრო სივრცეში ძალიან ბევრია. ამიტომ, როდესაც ვამბობ, რომ გავიდეთ მზეზე, ანუ მთლიანად პირველ წყაროს დაუბრუნდეთ, ეს ნიშნავს საკუთარ თავზე მუშაობას და არა შიგნით ეგრეგორულ სისტემაში ჩასვლას, არამედ პირიქით შიგნით შეტრიალებას თავში და აქედან უკან გამობრუნებას, ანუ გამოფხიზლებას და რეალურად შენი ტკივილი ეს არის პროგრამები, რომელიც დაგასწავლეს. კიდე დამისვეს აგერ ჯოჯოხეთზე. ვინ გითხრა, რომ არსებობს ჯოჯოხეთი? ვინ მოგიყვა ამაზე? ეს არის ვინ მოგიყვა, რომ შენ ხარ ასეთი? ვინ გითხრა ეს? ეს არის ეს პროგრამები, რომელიც 3D-ში გამზადებული არსებობს. გასაგებია, ეს არის ის 3D ფაქტიურად არის ეგო. ყველაფერი ეგოს მსახურებაშია 3D-ში. შენ ეგო გჭირდება არა როგორც მართველი და 3D ეგრეგორული სისტემები, როგორც მართველი შენი ცხოვრების, არამედ შენ თავად უნდა გახდე ამ ეგოს საშუალებით 3D სისტემიდან გამოსulis ასე ვთქვათ მხედარი და ეგო სწორედ ამაში დაგეხმარება, სწორედ ამ სისტემებიდან გამოფხიზლებაში შიგნით შეტრიალება და საკუთარი სულის მარადიულობის აღქმა დაგეხმარება, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში აი ამ გამოფხიზლების დროს შენ ემშვიდობები ნელ-ნელა ეგრეგორულ სისტემებს, შენს გარეთ არსებულს, რომელსაც შენ აძლევ ენერგიას და ნელ-ნელა უტრიალდები შენს ღვთიურობას და ღვთიურობიდან ცხოვრობ მანამ ამ 3D სისტემაში, სანამ არ ცხოვრობ ღვთიურობიდან ყველა სიკეთით, რაც ამ ღვთიურობას ახლავს, ეს არის შემოქმედებითი ენერგია და ამ შემოქმედებითი ენერგიის წყალობით შენ იწყებ 8 წელს ამ განზომილებაში, არა ფიზიკური რეალობის და ეგრეგორული სისტემების სასარგებლოდ, მაგალითად რაღაცა კონფლიქტს კი არ ყვებავ, შენ გამოღდიხარ ამ კონფლიქტით, სწავლობ ამ კონფლიქტის შედეგად მიმღებლობას, იღებ სიტუაციას ისეც როგორიც არის, სწავლობ საზღვრების დაცვას, სწავლობ რომ ეს არის პროგრამა, რომელსაც შენ უჭერი ხარ და ითხოვ შენს ყურადღებას, ემიჯნები როგორც დამკვირვებელი, შენი ფსიქიკა, ეს შეკრება, აკრების წერტილი არის თუნდაც არას თვითონ სისტემაში, ეგრეგორულ სხვადასხვა სისტემაში, არამედ გარეთ და როცა გარეთ ხარ, გარეთ როგორც დამკვირვებელი აკვირდები შენს აზრებს, შენს ემოციებს, შენს დამოკიდებულებებს, შენს რეაქციებს, შენ ხვდები, რომ ეს არის ყველაფერი დასწავლილი. ეს არის ყველაფერი დასწავლილი
და ეს დასწავლილი გმართავს, იმიტომ რომ როგორც თქვი ეგრეგორულ სისტემაში, როგორც სული იბადება, მას უკვე გამზადებული პროგრამები ხვდება. რა დაკვირვები ხართ ალბათ, მაგალითად, სადღაც აფრიკაში ან მალააზიაში ტომი, რომელიც ყურზე ამხელა იმას იხვრიტავს და სხეულზე საოცარ რაღაცებს აკეთებენ, თვლიან სილამაზის უმაღლეს გამოხატულებად და სიტყვაზე სხვა ფერის ადამიანი აფრიკაში მიაჩნიათ რაღაც ნაკლულად და ულამაზოდ, როგორც ხდება იგივე. ანუ რა გარემოშიც, რა ცნობიერების მდგომარეობაშიც იზრდება სული, რომელიც ჩამოვიდა დედამიწაზე, ის ცნობიერება შეისრუტა, დაასწავლეს, ეგოს ჩარჩოებში ჩაისვა და მერე ეს ჩარჩოები იწყებს მის მართვას, იმიტომ რომ ის უკვე არაცნობიერებს, კი არაცნობიერებს ვინ არის, არამედ ავტომატურად, ინერციით, მექანიკურად მიყვება ამ დასწავლილ პროგრამებს. და სულის დანიშნულებას ძირითადად წარმოადგენს სწორედ ამ მექანიკური დასწავლილი პროგრამებიდან გამოსვლა, საკუთარ თავში შეტრიალება და გამოღვიძება და ეს არ ხდება ნებაყოფილობით. ეს ხდება, როცა მაგალითად სიკვდილი მოგიკაკუნებს კარებს, ავადმყოფობა, ან რაღაცა პრობლემა, ან დაკარგავ რაღაც ძვირფას სახლს, ნივთს, ან რაღაცაზე მზედამთვარე ამოგდიოდა და სწორედ ამას წაგართმევს ეს სისტემა, იმიტომ რომ რატო ხდება სიკვდილი თქვენი ახლობლის ასე მტკივნეული, იმიტომ რომ დაგინგრიოთ, უფრო დანგრევაზე, უფრო ცუდი ისეთი სიტყვა, განძარცვა მოხდეს თქვენი ილუზიებიდან, რომელიც თქვენ ჩაგედოთ, ჩაპროგრამდით და ეხლა მექანიკურად ემსახურებით, რასაც განადიდებთ, რაზეც დამოკიდებული გახდებით, რაზეც იტყვით ამის გარეშე ჩემს სიცოცხლეს აზრი არ აქვს, სწორედ აი იმ წერტილში დაგარტყამთ ეს, სწორედ ამ წერტილის მსხურებას დაიწყებს ღვთიური ილუზორული ესეც თლიანი ველია, ღვთიური ველია, მთლიან თავზე ეგრეგორული სისტემები. უბრალოდ როგორც პირველი კლასს აქვს თავისი პროგრამა, მეორე კლასს აქვს თავისი პროგრამა, მე-10 კლასს აქვს თავისი სასწავლო პროგრამა, ყველა ამ ეგრეგორულ სისტემებს აქვს თავისი პროგრამა. ეს პროგრამა ყველა მონაწილესთვის ერთი და იგივეა, უბრალოდ ერთი კარგად ითვისებს და სწავლობს ამას, მეორესთვის ეს რთული სასწავლი. ასე უმრავლესობა ადამიანები, ჩარჩენილები ვიყავით ამ ეგრეგორულ სისტემაში სამბაში, იმიტომ გამცხოვრდით აქ და ჩვენ ახლა გვევალება ამ გაკვეთილების სწორად რა ყველას თავისი გზა აქვს, მაინც ვერაფერს აიძულებ და ყველა თავისი სულის ევოლუციის შესაბამისად ვითარდება. უბრალოდ ჩემი გამოსვლა, ან ჩემი ვიდეო, ან ჩემი პოსტი ემსახურება იმ შინაგანის სიმშვიდის მოპოვებას, რომელსაც თქვენ ეძებთ გარეთ და ეს არ არის გარეთ, ეს არის შიგნით და მხოლოდ შიგნით თუ აღმოაჩენთ, რომ ყველაფერი გარეთა, რაც თქვენ რაშიც ძალიან დარწმუნებული ხართ, რაშიც 1000%-იანი გააქვთ ბმა, ემოციური, მენტალური ესეთი ბმები გაქვთ და იცით, რომ ზუსტად ასეა, ზუსტად ეს დაგენგრევათ, ზუსტად ეს ჩამოგეშლებათ, სანამ არ მოხდება სულიერებაში გამოფხიზლება და ჭეშმარიტ არსთან დაბრუნება. მხოლოდ ჭეშმარიტი არსთან დაბრუნების მერე ღვთიური არსიდან იწყებ უკვე შემოქმედებას იმ დროით, რამდენიც შენთვის განწერილი იყო, თუმცა დაწერილი ბედის წერის შეცვლაც ამ ეპოქაში, სადაც ახლა მერწყურის პერიოდში რო ვართ, შესაძლებელია, იმიტომ რომ თუ მთლიანად ვერ ამოწურებ, შესაძლებელია, მაგრამ სულიერების გზას აგრძელებ. სინამდვილეში 3D ეს არის ამ დუალობის ქანქარა აქეთ-იქით, რომელიც აქეთ-იქით
გაყავხარ აქეთ-იქით და შენ თუ ამას აღიქვამ, რომ რა პრობლემა ხდება, შენ იცი, რომ ეს პრობლემა თუ ზრდისთვის არის და შენი სულიერი ზრდისთვის არის, სიკვდილით შენი სულიერი ზრდისთვის არის, მაშინ ეს სიყვარულია, ნდობა, მიმღებლობა და შენთვის არ დგება საკითხი ხელახალი რეინკარნაციისთვის, შენ თუ მოისურვე აქ მსახურებაში გაგრძელება ცხოვრების. მაგრამ როგორც კი შენ გარეთ იშვერ ხელს, ნებისმიერ შენ პრობლემის არსს უთითებ გარეთ და ფიქრობ, რომ ეს იმის ბრალია და იქ არის რაღაც მოსაგვარებელი, გარეთ რაღაც არის მოსაგვარებელი, ამ შემთხვევაში სანამ სხეული გაუძლებს, თუ არა და მერე მაინც გარეთ თუ რჩება ადამიანი გარეთ მუქარაშხელების ბრძოლის რეჟიმში, თავდაცვის გადარჩენის რეჟიმში, რო ცხოვრება მძიმე რთულია და ასე შემდეგ, ის სანამ სხეული გაუძლებს თუ არა და მერე იწყება ამ სხეულის ასე ვთქვათ დეაქტივიზაცია, სიკვდილისკენ წაყვანა, რომ სული რო ხდება, რომ ვერ ხდება მისი სულიერი გაკვეთილების ამ სხეულში მიღება, ნელ-ნელა აკეთებს დეაქტივიზაციას, რომ ახალი სხეულის მისაღებად მოემზადოს. ახლა კითხვები ჯოჯოხეთის გარდა აქ არ მინახია. ჯოჯოხეთზე ვთქვი, ეს არის ის ხაფანგი, რომლითაც გვაშინებენ სინამდვილეში ეს ველი როგორც კი გადიხარ აქედან, ხდება ღვთიურ მოცემულობაში ხვდები და როდის არის ჯოჯოხეთი? ჯოჯოხეთი აქვე გაქვს, თუ შენ ამ ცხოვრებაში ხარ დადანაშაულებაში, ხარ დესტრუქციულ სისტემაში, გაუპატიებლობაში, მიუღებლობაში, გაქვს შენი კონცეფციები და შენ საზღვრებს ასეთ იცავ და ამისთვის იბრძვი და ასე შემდეგ, აი ამ შემთხვევაში ნახეთ შენ აქ გაქვს ჯოჯოხეთი. ეს საინტერესო საკითხია, როდის ხვდები ჯოჯოხეთში? აი იმ შემთხვევაში ხვდები, როდესაც შენი სული ვერ ახერხებს სინათლეში გასვლას. ხო ვთქვი, რომ სინათლე არის სადღაც აი ეგეთ გარეთ, სინათლე ღვთიურობაში გასვლას, თორე შეიძლება გაჭედვისას რაღაცა სინათლის გვირავში რო გადიან, ისევ ეგრეგორულ სისტემებში ხვდებიან და იქ რელიგიურ რაკურსით რაღაცას ყველაფერს რასაც ხედავენ, ეს ყველაფერი არის მორიგი ხაფანგების სინამდვილეში სუფთა ცნობიერება, სადაც არც სხეულია, უბრალოდ არის მდგომარეობა უპირობო სიყვარულის, არ ვიცი ვინმეს თუ გგონიათ ასეთი კლინიკური სიკვდილი ან სხეულიდან გასვლის მდგომარეობა ვინმეს თუ გგონიათ, თქვენ აუცილებლად შეიგრძნობდით აი მდგომარეობას, როცა თითქოს აი პულტს გადართავ და რაღაცა აღარ ხარ და მომენტალურად მოდის ტკივილი საერთოდ ქრება და მოდის სიტყვები მინდა მოვძებნო უსასრულო, უკიდეგანო, ყოვლის მომცველი მარადიულით შეიძლება თავისუფლების უკიდეგანო და ერთხელ მქონდა 17 რამდენი წლის ვიყავი, 16-15 წლის ეს საკითხი, როდესაც სხეულიდან გასვლა მქონდა და ისეთი ნარნარიც არ არის, აი მიწიდან რო აწეული ხარ, აი ესეთი მდგომარეობა და რაღაცა ისეთ ადგილას მოხვდი, სადაც ორი ჩემზე დიდი, ანუ მაშინ სადღაც 16 წლის ვიყავი, რაღაც არსება მომყვებოდა, თითქოს ანგელოზა აღვიქვამდი მაშინ ამას, მაგრამ არც ფრთები ქონდათ, არც არაფერი, უბრალოდ მათთან ერთად ნაკადში სიარული იყო ეს და უსაზღვრო თავისუფლება, რომ რაღაცა დიდისგან გამთავისუფლდი. აი ალბათ ციხიდან რო გამოხვალ, ან გალიიდან ალბათ შიც რო გამოუშვებ, ან რაღაც
ესეთი შეგრძნება იყო და ყველაზე დიდი სისულელე მეთქი ვამბობ იყო, როცა დამაბრუნეს უკან ჩემი ძმა მაფხიზლებდა, ესე გული წამსვლია, მაგრამ მე იქ ისე კარგად ვიყავი, რომ არ მინდა უკან მეთქი მთელი ძალებით ყვიროდი და თითზეც კი ვუკბინე, არ ვიცი მთელი ცხოვრება ეტყობოდა ალბათ ის თითზე ნაკბენი, რომ უკან არ მინდა, ნუ მაბრუნებ და ვჩხუბობდი, როცა დავინახე, რომ მთელი სამეზობლო თავზე მადგას, მე მეგონა აქ თურმე ყველა შეკრებილა და მე ვიყავი აბსოლუტურად ნეტარ მდგომარეობაში. ეს არ ვიცი, ეს არის აღუწერელი მდგომარეობა, შინაგანის საოცარი თავისუფლება, სინარნარე და აი ეს დაბრუნების მომენტი იყო ძალიან არასასიამოვნო, რომ ისევ უკან დავბრუნდი. ანალოგიურად მქონდა, მაგრამ უკვე დესტრუქციულ სისტემებში მქონდა გასვლას, როცა სანამ სულის ევოლუციის გზას დავადგებოდი, სწორედ სხეულიდან გასვლა მხოლოდ იქ უკვე ჩემი ცხოვრების, მძიმე ცხოვრებიდან, ჩემი აზრებიდან და მოკლედ დაბინძურებული ცნობიერებიდან გამომდინარე, რაღაც ასტრალში მოხვდი, სადაც ეს ბნელი არსებები დადიოდნენ და იქ არ მქონდა სიმსუბუქე, იქ მქონდა პირიქით სიმძიმე, არავის არაფერი დაუშავებია, უბრალოდ მე გამოვითხოვე თავი რაღაც მისიისთვის და ისევ სხეულში აღმოჩნდი მაშინ. აი ეს ორი შემთხვევა კიდევ მქონდა სხვადასხვა დროს და გაცნობიერებულ სიზმ ეს როცა სამდეში ვიყავი ღრმად ჩაბმული და საერთოდ არ ვიცოდი რა არის სულის ევოლუცია, მაგრამ გაცნობიერებულ სიზმრებს ვინც ანხორციელებს, მისთვის წაშლილია siცხადის და სიზმრის ზღვარი, ის სიზმარშიც ისევე ცხოვრობს როგორც siცხადეში, ანუ მისი სიზმრები ისეთივე ხელშესახები და ისეთივე რეალურია, როგორც შეიძლება ყოფილიყო ცხოვრებაში და გაზღივოსნება მიიწובה. როცა ასეთი სულიერი გამოცდილებები გაქვს და ეს არ არის ფანტაზია, ეს არ არის შეზოფრენია, ეს არ არის შენგან განცდილი, მე ამას სწავლობ, იკვლევ, სწავლობ, უღრმავდები სიკვდილის ფენომენს და კითხულობ უამრავ წიგნებს, მათ შორის გირჩევდით აი მკვდრების წიგნი თუ როგორ ქვია, თქვენ იცით დღეს ხომ, მკვდართა წიგნი, ბარდო თოდოლის წიგნი, ტიბეტური წიგნია, ასევე არის ეგვიპტური წიგნი, როცა თქვენ ამ ყველაფერს ეცნობთ და სწავლობთ, იკვლევთ სიკვდილი თავის სიცოცხლესთან ერთად იმხელა ილუზორულ მატრიცული სისტემაა, რომ ეს ზღვარი შიშისა ქრება, იმიტომ რომ შიში ეგოა, ეგოს ეშინია, ეგოს ყველაფერი ეშინი, ყველაფრის ეშინია, რასაც ვერ აკონტროლებს და როცა შიში როცა ეგოსგან იწყებ განთავისუფლებას და შენ კი არ იგონებ ლოგიკურად მიყვები, აი ბუნებაში რო ხარ და ხიდან შემოდგომაზე ფოთოლცვენას უყურებ, ცხოვრებაც ასეთივეა, ანუ ეს ხე თვითონ ხო არ ხმება მომავალ წელს შემოდგომას ზამთარ და გაზაფხულზე ისე ვიყვავილებს. ასევეა ადამიანის სული ზოგადად, აი ეს ღვთიური მოცემულობა კი არ კვდება, უბრალოდ აი ეს მოცემულობა თავისი დრო მოვიდა და ჩამოწყდა ხეს. აი ეს მდგომარეობა უბრალოდ აღასრულა ან ვერ აღასრულა როგორც არის, ჩამოწყდა და ხელახალი აყვავებისთვის ემზადება, მაგრამ ხელახალი აყვავებისთვის ის მთელი სულიერი იერარქია, სადაც მომზადება ხდება ახლიდან შესვლაში დედამიწაზე, თუ შენ აქ არ გახვედი სინათლით, შენ ისევ ბრუნდები სწორედ იმ ცნობიერ მდგომარეობაში,
ხვდებით, როგორითაც გახვედი. მაგალითად, შენ თუ გახვედი როგორც მოძალადე, ქმარი, რომელიც ძალადობს თავის ცოლზე და მოძალადე ქმარი იღუპება, ის ვერ გადის სინათლეში, ნახეთ, ის ვერ გადის ღვთიურ მოცემულობაში, ის იჭედება რომელიღაც აქ სისტემაში, მას თავისი სულიერი წინამძღოლები ეყოლება. სხეული ეს არის ინსტრუმენტი, რომ შენი შეგრძნებებით, შენი მენტალურად გახდე უკეთესი, ვიდრე სულის გადმოსახვეს გადმოყვა პროგრამებად აქ. აი რაც ჩაწერილი იყო იმის მაღალი ცნობიერებით გახვიდე, მაგრამ ჩვენ გვძინავს, ჩვენ დაგვავიწყეს ეს, დავიწყებაც უძლიერესი ფენომენია, იმიტომ რომ ჩვენ რო არ დაგვიწყებოდა ეს და ჩვენ რო ვიცოდეთ, რამდენი რამე ჩაგვიდენია და არც გვაინტერესებს ეს რომ ვიცოდეთ, შეიძლება ჭკუიდან გადავიდეთ. ამიტომ ეს რეგრესი კი არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს პროგრესი, საკუთარ თავში შეტრიალება და გვატრიალებს ის პრობლემები, რომელიც ცხოვრების გზაზე გვიჩნდება, გვატრიალებს იმისთვის, რომ სულის ევოლუციის გზით ჩვენ დავინახოთ, სად გვაქვს სამუშაო, საპატიებელი სად გვაქვს იქ გაუშვათ, იმიტომ რომ თუ ადამიანი, თუ ქალი, თუ ქმარი, ცოლ-ქმარზე მაქვს ახლა საუბარი, მოძალადე გავიდა ამ ქვეყნიდან, ის ისევ უბრუნდება იგივე სისტემას, იგივე ალგორითმს, რითიც იცხოვრა, რთული სცენარით, რომ თავად განიცადოს ახლა ძალადობა იმისათვის, რომ გახდეს მიმტევებელი და ისწავლოს სიყვარული და ასე შემდეგ. ამიტომ უნდა ეს მსხვერპლი ტირანის თამაში, აი აქ დუალობაში, ეს არის ყველაზე საყვარელი თამაში ადამიანების და ყველაზე ესეთი ძლიერი თამაში, ასევე ბრძოლის და თავდაცვის იგივე მსხვერპლი ტირანის პროგრამებია ეს მსხვერპლი რო ხარ, აუცილებლად ვიღაც უნდა გყავდეს მტერი ტირანი, შენ სულ ბრძოლაში ხარ, ის სულ გებრძვის და რაც მთავარია, თუ ამ ცხოვრებაში როლები შეიცვალა, ისე მოხდა და როლები შეიცვალა, ეს არის სიტუაციები, მაგალითად შენ მოგეცა ძალაუფლება, ამავ ქვეყნიური, ამ ფინანსური კეთილდღეობა და რაღაცა, ხო, მსხვერპლს თუ მიიცე, უკვე მსხვერპლი ხდება მოძალადე და ისეთ მეორდება, ანუ როგორც სანსარა, როგორც ჩაკეტილი წრე, ჩაკეტილი სცენარი მეორდება ისეთი მდგომარეობა და არადა უნდა მოხდეს გაწყვეტა ამ სცენარის, მიმღებლობა სიყვარულში გადაყვანა და ტრანსფორმირება, ეს არ ნიშნავს, რომ მსხვერპლთან დარჩეთ, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცები მოითმინოთ, პირიქით უნდა ისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული, აღმოაჩინოთ თქვენში ღვთიურობა, მიუერთდეთ ღვთიურ არხს და ღვთიური არხის წვდომის შედეგად თქვენი ცხოვრების ტრანსფორმაცია მოახდინოთ. ეს უნდა ისწავლოთ, ენერგიებთან მუშაობა უნდა ისწავლოთ, თქვენს გარშემო ენერგია უნდა გახდეს პლასტენილივით მოქნილი. აი ესეთი და ეს ისწავლება ჯერ ერთი ეს რომც არ ისწავლებოდეს, თქვენში არის ეს ყველა ცოდნა, თქვენში თითოეულ თქვენთაგანში. მე ხო თქვი, რომ თქვენ ყველანი ღვთიური მოცემულობა ხართ, ჩვენ ყველანი და თქვენ როგორც ღვთიურ მოცემულობას, აი აქ სხივები რაც არის გარეთ, აი იმ ღვთიურ მოცემულობას თქვენში არის ყველა ღვთიური სწავლა, ყველა კოდი, ყველა ტრანსფორმაციის ალგორითმი, ყველაფერი არის თქვენში, მაგრამ ეს რომ გაიაზროთ თქვენ უამრავი შინაგანი ტრანსფორმაციები უნდა მოახდინოთ. შეიძლება ეს ჯერ დაიწყოთ გარეთ სწავლების მოძიებით, მერე რო ისწავლით შიგნით შეტრიალებას და საკუთარ ენერგიულ ცენტრებთან მუშაობას და გასუფთავება, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების გზაზე აპატიო შეუნდო, მადლიერი იყო გაკვეთილისთვის და გაუშვა, გაშვების ხელოვნება, თუნდაც ადამიანი როცა გარდაიცვალება და გაშვების ხელოვნება, ეს არის უდიდესი ღვთიურობა, რომ შენ მადლობას უხდი იმ ადამიანს, რომ შენ მის გვერდით ცხოვრება, შენი
გაგილამაზავთ, ყველა წუთი იყო ბედნიერების და სწავლობ შენი ახლობლების, შენი ნათესავების დაფასებას, იმიტომ რომ როგორც ხეზე იგივე ფოთოლი ვერ ამოვა, რომელიც ჩამოცვივ და ასევე შენ იგივე სხეულში, იგივე ნათესავებში და იგივე გარემოში და იგივე კონტინუუმზე თუ დროსა და სივრცეში ვერ გარდმოისახები იგივე მოცემულობით, ამიტომ დასაფასებელია თითეული წამი, თითეული წუთი, თითეული თქვენი ახლობელი ადამიანით, თქვენი თავი პირველ რიგში თუ ძალადობის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის ქვეშ ხართ, დააფასეთ, შეიყვარეთ თქვენი თავი, დააფასეთ თქვენი ცხოვრება უმაღლესი ცნობიერებამდე, აი ღვთიურ ცნობიერებამდე და ისწავლეთ როგორ გახდეთ ხალხმერთი და როგორ გახდეთ კაც ღმერთი. ისწავლეთ ეს თავად ღმერთი, ეს არის დუალობის გაერთიანება, პლუსი და მინუსი ენერგიების ბალანსირებული, ჰარმონიული არსი და მდგომარეობა და ზუსტად დედამიწაზე და ამ განზომილებაში არის ის ქალად და კაცად ქცევის პირობას. აქ არის დუალობაში ის გადაქცეული, დაშალა თავისი სრულყოფილება ქალად და კაცად, რომ გაიაროს ქალის სხეულში და კაცი. ახლა კაცების გულში მქონდა რაღაც შეხვედრა, კაცები ამაყობდნენ კაცობით, ქალო. თქვენ კაცებსაც მინდა მივმართო, რომ თქვენ არაერთხელ ყოფილხართ გადმოსახული ქალის სხეულში და თქვენში დღესაც არის ქალის ის პროცენტული თანაფარდობა, რომელშიც თქვენში არის, იმიტომ რომ დედამიწაზე ვერ გადმოისახებით. ამასევე ქალებში არის მამაკაცის ის პროცენტული პლუსი ნიშანი, რომელიც თქვენში არის და მამაკაცობს, რომელდაც რაც შეეხება სიკვდილისა და სიცოცხლის ფენომენს, როგორც ვიტყვი და დასასრულს დავასრულებ ახლა. ამით ეს არის ღვთიური სულიერების მცირედი ნაწილაკი ჩამოსული დედამიწაზე, აი ამ დედამიწისეულ სხეულში და არაერთ სხეულში ის იცulis დროთა განმავლობაში. იცulis ამ სხეულს მისიების მიხედვით და მისი მოვალეობა, ამ დუალობის შეცნობა, თავის თავში ღვთიურობის აღმოჩნდა და ამ ღვთიურობის პრიზმიდან, ღვთიურობის ცნობიერებიდან უკვე მსახურება იმდენი ხანი, რამდენიც მას აქვს და რამდენსაც ის მოისურვებს. ალბათ ჩემი კარგი მანი ძაღლი ითხოვს ყურადღებას, დიდი მადლობა დღეს ყურადღებისთვის, ალბათ სურლეს იყო რაც უნდა მეთქვა. შინაგან სიმშვიდეს გისურვებთ გაცნობიერებას, რომ რეალურად რა მტკივნეულიც არ უნდა იყოთ, უნდა გესმოდეთ, რომ ეს ტკივა ეგოს და ეგო არის ის სამი დუალობაში, რაც გიჭერთ, ის პროგრამები, რომლითაც ვართ დაპროგრამებული, ეს ითხოვს გაფართოებას და სწორედ სადაც გვაქვს ეს ძლიერი დამოკიდებულება და ესე იგი ხატადქმნილი გვაქვს რაღაცა ცხოვრებაში, ზუსტად ეს და ამას დაანგრევს ღვთიური მოცემულობა, იმიტომ რომ შემოტრიალდე მისკენ და შეიცნო საკუთარ თავში შენი ღვთიურობა. წარმატებებს გისურვებ, დღეს სულ ეს იყო დროებით.